მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შეფასებების თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრში. ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მმართველ გუნდში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყნის გარედან გაგონილი ხმა და შეფასებები მნიშვნელოვანია და საჭიროა ქართველმა ხალხმა დაინახოს, რომ საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით აღშფოთებულები არიან. მმართველ გუნდში კი გამართულ დებატებზე ამბობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები საქართველოს შანტაჟს ემსახურება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებმა ევროპის სახალხო პარტიიდან და სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფიდან საქართველოში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მათ შეშფოთება გამოთქვეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების გამო და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. დებატების მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის შეზღუდვაში და ავტორიტარიზმისკენ გადახრაში დაადანაშაულეს. განხილვას საქართველოდან ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული ოცნება მტრად აცხადებს ევროპას, როდესაც ჩვენთვის ევროპა არის მომავალი. ჩვენ გვესმის მეგობრების ხმა სტრასბურგიდან, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მოითხოვენ კანონის უზენაესობას საქართველოში. რეპრესიული კანონმდებლობა, სინდისის პატიმრები, პოლიტიკოსები ციხეში და მიმდინარე ღია რეპრესიები აჩვენებს იმას, რომ საქართველო არა მხოლოდ შორდება ევროპას, არამედ უარს ამბობს ევროპაზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორების ხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ეს დებატები იქნება, რეზოლუციები იქნება, მათი მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება იქნება თუ სხვა პოლიტიკურად მისაღებია, ასე ვთქვათ, ზეწოლის ფორმები, რომ როგორმე შევაჩეროთ ოცნება და ვაიძულოთ ისინი გამოუშვან უკანონო პოლიტიკური პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. რაც შეეხება პოლიტიკური პარტნიორების, ასე ვთქვათ, სიას, ასე ვთქვათ, თქვენ კარგად იცით, რომ თუ თქვენ გულისხმობთ ამ შემთხვევაში მაგალითად ბატონ სააკაშვილს, ჩვენ ვთვლით, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პარტნიორი. როდის იყო, როდესაც საქართველომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც წინააღმდეგია, თქვათ, იგივე დასავლური იდეების და პოლიტიკის სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს 20% ტერიტორიების ოკუპირებულია და დამიზნებული გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმადის იარაღი. და ყოველდღიურად ცხოვრობთ აი ამ დაძაბულ ვითარებაში. და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ უნდა შევიდეთ ისე დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. დღევანდელ განაჩენს 2019 წლის განაჩენით აღსრულებული სასჯელი ჯარიმა 25,000 ლარი დაემატა. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლეს ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია. ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული. მელიას ობლიქტეს დამუშავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 359 გადასწრებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახელზე ზომად განისაზღვროს 8 თვის თავისუფლების აღკვეთა. მასზე 2 წლის ჩამოერთვა საქართველოს სამსახურის დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 დაკავების მე-5 ნაწილის თანახმად აღგანაჩენილი დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკაბრის განაჩენილი დანიშნული სასჯელის მოხდენი ნაწილი. ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით და სასჯელის საბოლოო სახელზე ზომად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით. ნიკა მელიას მიმართ საქმის მოსვერცეთვა დაიწყო საკავების თვიდან. 2019 წლის 1 განაჩენის დროს ნიკას ძირითადი სასჯელის სახით
დაინიშნა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ ჰქონდა გადახდილი და შესაბამისად მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენში ასახა აღუსრულებელი ნაწილი წინა განაჩენით და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25,000 ლარის ჯარიმა თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და თანამდებობის დაკავების ან საქმეების უფლების ჩამორთმევა. ეს კიდევ ერთხელ მოწვევს იმას, რომ რაც არ უნდა იკითხონ და წერონ და რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. განაჩენის სახით მას განუსაზღვრა 8 თვის თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით აუგზავნა თანამდებობის და დაკავების უფლება. ამავდროულად ვინაიდან სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკა ნორმელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, ეს განაჩენი იყო აღუსრულებელი, მას არ ჰქონდა აღნიშნული ჯარიმა გადახდილი, მიმდინარეობდა საახსრულებელ წარმოება, აქედან გამომდინარე სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა და შესაბამისად აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ მიღებულ განაჩენს. დღეს დააკავეს პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გივი თარგამაძე დააკავეს. თარგამაძე სასამართლოს განაჩენს სახლში ელოდებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი ის ზიურის პარკთან მდებარე პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა, სადაც სამართალდამცავებმა ბრალდება გააცნეს და დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. გიორგი თარგამაძე საბჭოს სამშობლოს საქართველოს ისკრის სამართლის კოდექსის 349 კატეგორიის შავშევითვის და საჭირო საფრთხის განსაზღვრა შედიფის თავისუფლების საფრთხთან მასო უწით ჩამართა საქართველოს სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. გიორგი თარგამაძე საჭირო სიმართლეს კოდექსის საფრთხის მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტი. გიორგი თარგამაძის მეთაურები აკეთებდნენ დაკავების და კიდევ საფრთხის დაკავების განაჩენის აღშურებიდან ერთის ვადაში დაუბრუნდა. ცარიეხ რაც დადგა იმის მოლოდინი მქონდა რუსა. ჩემი ეჭვი გამოთქვი რომ რუსების ინტერესი არის ეს და ნუ მაგ უფლება რომ ეგრე მჯეროდეს. ახალგაზრდები ყავ დაკავებული ამდენი და ესეთ იმებს ვადებს უშჯიან და ამ შემდეგ რომლებიც არ არიან ხო საერთოდ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროცესს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით რომ პოლიტიკოსებზეც ესე იქნება. პრემზანდები დაკავებული ის საქართველოს განაჩენის 7 თვის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლი, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. ხო დაადუქებული გადავიდა. ეს რაც ეპიზოდი ადამიანის და გაიქცა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ ისაუბრა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს საიუბილეო და მეათედ აღინიშნება. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლების საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 3-ვე სივრცეს 6 უცხოეთის თეატრი და 15 ქართული თეატრი დაიკავებს, რომლებიც ჯამში 21 სპექტაკლს წარმოადგენენ. ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დავით კლდიაშვილის მსხვერპლი გაიხსნება. რეჟისორი გიორგი კაშია. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში უცხოური თეატრებიდან ისრაელი პირველად მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები. დუმბაძის ფესტივალს მეორე ფესტივალზე გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, ასეთი ლოგოთი ნოდარ დუმბაძე ქართული მწერლობა და უკვე ფრთებიც გავშალეთ 6 უცხოური თეატრი ვყავს ბატონებო. ეს არის პირველად საბერძნეთი, რომ არასოდეს ფესტივალში წარმომადგენლობა იყო, მაგრამ საბერძნეთს არ მიუღია მონაწილეობა. ესპანეთი, ისრაელი, უზბეკეთი, ყაზახეთი, რომლებიც მუდამ დუმბაძეებით ჩამოდიან
და ეს ძალიან დიდი საქმეა, მაგრამ დუმბაძეებთან ერთად გოდერძი ჩოხელი. რაც თავარია წელს ცოტა სხვა ფორმაც და ფერიც მივეცით და ოზურგეთის თეატრთან ერთად აზერბაიჯანმა გადაიდგა საოცრად დიდი ნაბიჯი კუკარაჩა აზერბაიჯანულ ქართულ ენაზე. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის ზღაპრის კვირეული, რომელშიც ოზურგეთის საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას, დასრულდა ფინალურ ტურში 5 სკოლა გადავიდა და გაიმარჯვა. ციხისფერდი, ხრიალეთი და ბაილეთის საჯარო სკოლები მაყურებლის წინაშე საინტერესოდ ინტერპრეტირებული ზღაპრებით წარსდგენ. წითელქუდა, წუნა და წუწუნა, კომბლე. ეს ინსცენირებები ბავშვებმა კლასიკური ზღაპრებიდან თოჯინური წარმოდგენით, ასევე საინტერესო მიზანსცენებით წარმოადგინეს. შთამბეჭდავ შესრულებასთან ერთად კარგი მუსიკა, ქორეოგრაფია და მხატვრობა ყველა ჩამოთვლილ სპექტაკლს გამოარჩევდა. ვიხილეთ ინოვატორული, შემეცნებითი, მისტიური, გაზღაპრებული წარმოდგენებით. დაკარგული თავი და ცოცხალი ხელოვნება, რომელიც ნომერ პირველმა და ნომერ მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი შინაარსითა და საინტერესო სცენოგრაფიით, გემოვნებით და სისადავით წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლებიც მუსიკოსები, მსახიობები, მხატვრები, თეატრალები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, 5-ვე სკოლამ სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. ნომინაციების სიუხვით კი პირველი საჯარო სკოლა გამოირჩეოდა. მონაწილე და გამარჯვებულ სკოლებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ძალიან ნერვიულობდი თავიდან და ეხაც ნერვიულობ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ მომეშვა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ხანი აი გვინდოდა რომ მოგვეგო ესე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ცოტა დროის განმავლობაში გავაკეთეთ ეს ყველაფერი და მადლობას ვუხდი ქეთი ტატანაშვილს, რადგანაც ყველაფერში დაგვეხმარა, დეკორაცია და ყველაფერი მან შექმნა ესე ვთქვათ და მადლობა ბავშვებს, რომ მონაწილეობა მიიღეს და ესეთი კარგი სპექტაკლი გავაკეთეთ. ჩვენ მგოსწავლა მარიამ ურშაძემ და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა და ძალიან ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გაგვაკეთებია და მადლობელი ვართ ჩვენი მასწავლებლისთვის. როგორ ემზადებოდი? ძალიან კარგად, ბევრი ვარჯიში გავიარეთ, ამისთვის რომ მოგვეღწია. ძალიან ბევრ შრომობდით, ასევე ნანამასწავლებელი ძალიან მონდომებული იყო. ჩვენი გუნდელებიც, აგერ ლევანიც, გიოც, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით, ერთმანეთს ვუდგებოდით მხარში. გვინდოდა ასევე დაჯილდოებაშიც მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი შრომის ფაქტი სახეზეა. პირველ რიგში ყველა მოსწავლეს გადავუხდი ჩემი სიტყვით მადლობას იმისთვის, რომ ვითანამშრომლეთ ერთად და სასწაული იყო ბავშვებთან მუშაობა, უფრო მეტად დავახლოვდით. ვფიქრობ, რომ სასკოლო სივრცეში აუცილებელია მსგავსი ტიპის პროექტები და ჩვენ მასკოლამ როგორც გააკეთა, ეს უფრო იყო შემეცნებით, იმიტომ რომ სასკოლო საზოგადოება როდესაც აკეთებს და ერთვება როგორც მაყურებელი, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრები, როგორც ბავშვები, მშობლები და რა თქმა უნდა ასაკიც 6-დან 17 წლამდეა. ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვენი სპექტაკლი იყო ძალიან შემეცნებითი. ის სპექტაკლიდან ბევრ რაღაცას ისწავლიდნენ ადამიანები და ჩვენი გათვლაც ზუსტად ამაზე იყო. მადლობა დიდი ყველა მონაწილეს, ყველა მოსწავლეს და მშობლებს გვერდში დგომისთვის და ასევე დირექციას უღრმესი მადლობა. შესანიშნავი პროექტია, მივესალმები ჩვენს ქალაქში ესეთი პროექტების გაკეთებას და ყველა მონაწილეს, ვინც მომავალში მიიღებს მონაწილეობას, ყველას აქედანვე წარმატებას უსურვებ და ჩემი აზრით ესეთი პროექტები ჩვენს ქალაქში ბავშვების განვითარებაზე და მათ შესაძლებლობების გამოვლინებაზე არის აგებული და მათ მოამზადებს იმისთვის, რომ სამომავლოდ უკეთეს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და გაზრდილები იქნებიან ასე თუ ისე, როგორც პატარა მსახიობები. შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი ციცინათელა განახლების შემდეგ ხვალ 18 საათზე გაიხსნება. ციცინათელა 2025 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. სტარინგ ჯორჯიას მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში განახდა არა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, არამედ შეიცვალა ციცინათელას კონცეფცია. ამიერიდან საქართველოს ყველაზე ჯადოსნურ გასართობ პარკში მისული ბავშვები ნამდვილ ზღაპარში იმოგზაურებენ და თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, პარკში სრულიად განახლდა და შეიღება
გარე და შიდა ფასადები, განახლდა შემოსასვლელები და სალაროები, შეიცვალა ატრაქციონების დეტალები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა რამდენიმე ატრაქციონს, შეიღება ატრაქციონების ჯებირები, განახლდა და ტენტით დაიხურა მოსაცდელი ზონები, განახლდა ატრაქციონების ოპერატორების ჯიხურები, სრულად აღდგა დინოზავრების პარკი, ახალი კონცეფციით სრულად განახლდა კვების ობიექტები, კარტინგების ზონას დაემატა ახალი ტრიბუნა და ახალი მანქანები. პარკში დაირგო ახალი მცენარეები, რომლებმაც უფრო დიდი და მასშტაბური გამწვანება შექმნეს. გამწვანების ნაწილის გარშემო ჯამში 2000 მეტრის სიგრძეზე მოეწყო სპეციალური დეკორატიული მოაჯირები. რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, განახლდა ლამპიონები, აშენდა ახალი კეთილმოწყობილი მოსაწევი ზონები, განახლდა ნაგვის ურნები, დასუფთავდა და განახლდა სველი წერტილები, გამკაცრდა პარკში უსაფრთხოების ზომები. პარკში სრულად შეიცვალა ვიზუალური ნაწილი, დაემატა ძალიან ბევრი საინტერესო სახალისო აქტივობა, ახალი ფუდკორტები, ახალი მოსასვენებელი სივრცეები, ძალიან ბევრი გასართობი ზონები ბავშვებისათვის. 2006 წლის მერე ეს პარკის ყველაზე დიდი და მასშტაბური განახლება არის, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონცერტი კვარტეტმა რანინამ გამართა. ქართული გემოვნებიანი სიმღერით და სხვადასხვა ჟანრით მაყურებლის წინაშე ბენდის თანხლებით კვარტეტი რანინა და ნეკა სებისკვერაძე წარსდგა. შესრულდა ჯანსუღ კახიძის შემოქმედებიდან მუსიკალური ნომრები, ცნობილი კინოფილმებიდან დაუვიწყარი სიმღერები, რომლებსაც ნეკა სებისკვერაძე რანინა მისეული მანერით და სტილით ასრულებდა. გემოვნებიან და მუსიკალურ საღამოს მსმენელიც ადეკვატური ჰყავდა, რაც კონცერტის ბოლოს უწყვეტი აპლოდისმენტებით გამოიხატა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ოზურგეთის მერიის და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საქართველოს კულტურის სამინისტროს აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელოვანებს ხელი შეუწყოს და აი ამ პროექტს ხარი დაუჭირა, რასაც ქვია ჯანო კახიძის, რასაც ქვია ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილე და მის დამი მიძღვნილი კონცერტები რეგიონებში. ასევე თითოეულ მუნიციპალიტეტი არის მხარდამჭერი კონცერტისა და მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ მინისტრს თინათინ დუხაძეს, ასევე თათა სვანიძეს კულტურის დეპარტამენტის უფროს და ბატონ ავთანდილ თალაკვაძეს თქვენს მერს, ასევე ქალბატონ ნატალიას, ბატონ კობას, ბატონ გიორგის, ყველას მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის. დიდი საზეიმო განწყობა იყო დღეს, მაყურებელი არაჩვეულებრივი საოცარი ემოციები, საოცარი ოვაციები და მადლობა ყველას. ნამდვილად დიდი სიხარული იყო მსმენელთან შეხვედრა, რადგან არაერთხელ აგვინიშნავს ჩვენ მომღერლებს, რომ ყოველთვის ოზურგეთში რაღაც საოცარი სიყვარულით, მუსიკალურობით გვხვდებიან ხოლმე და ეს დღესაც ნამდვილად დადასტურდა, გაჟღერდა ბრწყინვალე ჯანსუღ კახიძის მუსიკა, ის სიმღერები, რომელიც ყველა თაობის მსმენელს უყვარს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის მასპინძლობისთვის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის და გვიხარია, რომ რამდენიმე რეგიონში წარუადგენთ ამ პროექტს და ოზურგეთმაც ასეთი დიდი სიყვარულით რომ მიგვიღო, ეს არის კიდევ ერთხელ დიდი წარმატება ჯანსუღ კახიძის მუსიკის და რა თქმა უნდა ჩვენი ყველასი ვინც სცენაზე ვიმუშავეთ დღეს. მსურველ პროექტს ახორციელებს კულტურის სამინისტრო. დღეს არაჩვეულებრივი საღამო ვიხილეთ კვარტეტ რანინას და ნეკას შესრულებით. ამ პროექტის მხარდაჭერი არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და აი აქტუალებული ვართ ასეთი ლამაზი საღამო რო გვაჩუქა კულტურის სამინისტრო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. არაჩვეულებრივი შესრულება იყო, არაჩვეულებრივი დარბაზი იყო, არაჩვეულებრივი ოვაციები, აპლოდისმენტები. მადლობა კვარტეტ რანინას და მადლობა ნეკას. ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გურულებისთვის მეოთხე ლიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. გურულ დერბში ოზურგეთის მერცხალმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. საფეხბურთო შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 42 წუთზე დაწინაურდნენ. გოლი ნოდარ მაჭავარიანმა გაიტანა, თუმცა 5 წუთში ალექსანდრე სულაძემ ანგარიში გაათანაბრა. 66 და 73 წუთზე გურიამ კიდევ 2 გოლი გაიტანა. თავი ვანო წილოსანმა და ვანო შარვაძემ გამოიჩინეს. საბოლოოდ
თამაში ანგარიშით 1-3 ლანჩხუთის გურიას გამარჯვებით დასრულდა. 13 ტურის შემდეგ მერცხალს კიდევ 17 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. გურიამ კი აღნიშნული მოგების შემდეგ 30 ქულა დააგროვა და კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურის შეხვედრები 12 აგვისტოს გაიმართება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.